ვითამაშოთ ქვიზი ხელოვნებაზე. დავსვამ 5 კითხვას. თუ 3-ს ან მეც სწორად უპასუხე, მაშინ შენ გაიმარჯვე. თუ არა მე. კითხვა პირველი. რომელი მხატვრის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია კივილი? სწორი პასუხია ედვარდ მუნკი. კითხვა მეორე. ხელოვნების რომელ მიმდინარეობას ახასიათებს წამიერი შთაბეჭდილების გადმოცემა, სინათლის თამაში და დეტალების ნაცვლად ფერადი მონაცმებით ემოციების გადმოცემა. სწორი პასუხია იმპრესიონიზმი. კითხვა მესამე. ვის ეკუთვნის ჰოლანდიური ფერწერის შედევრი გოგონა მარგალიტის საყურით, რომელსაც ხშირად ჩრდილოეთის მონალიზას უწოდებენ? სწორი პასუხია იოჰან ვერმეერი. კითხვა მეოთხე. რომელ მიმდინარეობას მიეკუთვნება სალვადორ დალი, სადაც რეალობა სიზმრისეულ, აბსურდულ და არარეალურ სახეს იღებს? სწორი პასუხია სიურეალიზმი. და ბოლოს კითხვა მეხუთე. გუსტავ კლიმტის შემოქმედებაში რომელი ნამუშევარია ყველაზე ცნობილი, სადაც ოქროს ფურცლებით გაფორმებულ ფონზე შეყვარებული წყვილია გამოსახული? სწორი პასუხია კოცნა. შენი შედეგი დაწერე კომენტარებში და გაგვიზიარე, რა თემაზე ისურვებდი შემდეგ კვიზს.